თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით ისინი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციით დაიღუპნენ. უბედური შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს პატრიარქი, აცხადებს სინოდის სხდომიდან მეორე დღეს მთავარეპისკოპოსი იაკობი. ის ყველას მოუწოდებს არ ჩაერიონ პატრიარქის არჩევნებში. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვირჩევთ და იმ ღირსეულებიდან ღირსეულს ავარჩევთ. მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის, თქვა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს. უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი 3,5 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებიან. მოსამართლე მეია მელქაძემ ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. რეზო ალადაშვილს 100,000 ლარის, მის ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორს კი 50,000 ლარის ოდენობით. პუტინის რეიტინგი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. პუტინისადმი ნდობა 71%-მდე შემცირდა, ხოლო უნდობლობა 13-დან 17%-მდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის 27 თებერვალს დაფიქსირდა. მედიის ცნობით კვლევა კრემლთან დაკავშირებულმა ცენტრმა ჩაატარა. პუტინის რეიტინგის ვარდნა სპეციალისტები ინტერნეტის შეზღუდვას, ტელეგრამისა და VPN-ების დაბლოკვას უკავშირებენ.